გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. დღეიდან სასურსათო პროდუქტების ფასების ფორმირების შესწავლა მთავრობიდან პარლამენტში გადაინაცვლა. რატომ არის ქვეყანაში ძვირი სურსათი, ამის მიზეზების დადგენას უკვე პარლამენტის დროებითი კომისია შეეცდება. პარალელურად ინტენსიურ გამოძიებას აგრძელებს სუსიც. შედეგები აპრილის ბოლომდე უნდა დაიდოს. გარდა ამისა, თუ ფასები არ შემცირდა, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს ფასების რეგულირებისთვის ალტერნატიული მიწოდების ქსელიც კი შეიქმნას სახელმწიფოს მხარდაჭერით. Რომ მქონდა გუნდი შიგნით მსჯელობა და იმაზეც კი მქონდა საუბარი, რომ შეიძლება სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ფასების რეგულატორის ფუნქცია ექნება. ასეთი რამეც შეიძლება გაკეთდეს როგორც სურსათის, ასევე საწვავის და მედიკამენტების შემთხვევაში, თქვა 2 დღის წინ პრემიერმა რუსთავიორთან ინტერვიუში. პარალელურად 12 წლიანი პაუზის შემდეგ ქართული ოცნება ისევ აანონსებს ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო ბანკის შექმნას, რომელზეც ამბობენ, რომ კლასიკური ბანკი არ იქნება, მაგრამ როგორც ოცნების მთავრობის მეთაური ამბობს, ეკონომიკის განვითარების ბანკის პრაქტიკის ნაწილი იქნება კრედიტების გაცემაც. რა იქნება სახელმწიფო ბანკის დაფინანსების წყარო, უცნობია. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ოცნება ეკონომიკის განვითარების ბანკს ყოფილი საპარტნიორო ფონდის, იგივე საქართველოს განვითარების ფონდის აქტივებსა და სააგენტო აწარმოე საქართველოზე დააშენებს. საით იხლება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ვექტორი, ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი სახელმწიფო კაპიტალიზმზე გადასვლა, სადაც მთავრობა ბაზრის მოთამაშეცაა და საჯის პარლამენტის ყოფილი წევრი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი იქნება წერტილის დღევანდელი სტუმარი, თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, მინდა ერთად ვნახოთ მოკლე კოლაჟი ფასების ფორმირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომიდან, სადაც დღეს ადგილობრივი ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის და კვერცხის მწარმოებლებს მოусმინეს. მწარმოებლებმა ფასზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორებს შორის დაასახელეს უკვე ცნობილი სუპერმარკეტებთან ურთიერთობა, კერძოდ მათ მიერ დაწესებული ეგრეთ წოდებული кэшბექი, ასევე საკონსიგნაციო პერიოდი, რაც გულისხმობს მწარმოებლის მიერ მიწოდებული პროდუქტის ანაზღაურების ხანგრძლივ პერიოდს და ესეც ისევ ქსელებთან ურთიერთობას უკავშირდება, ასევე იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულება წარმოების მასშტაბით. გათავისუფლდეს კვერცხი და ქათამის ხორცი DGK-სგან. მწარმოებელთა ნაწილმა ეს საკითხიც დააყენა, მაგრამ ისევ უშედეგოდ ვნახოთ კოლაჟში. 13 წელია ვაყენებთ ამ საკითხს რა და საკმაოდ არაერთგვაროვანი პასუხები მიგვიღია, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იყო ესეთი საუბარი, რომ აწარმოეთ ბატის კვერცხი და გაგანთავისუფლებთ DGK-დან მაგალითად. ადგილობრივი რძე არის ძვირი, იმდენად ძვირი არის, რომ ევროპულ ფასებსაც უსწრებს და ეს არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. რაც უფრო მეტი ესეთი ფერმა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ რძის ფასი ამით გაიაფდება და რძის ნედლეულის ფასის გაიაფებაც შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას. რაც შეეხება რიტეილერებთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვფიქრობ, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. ეს ამის კომპლექსური შესწავლა უნდა მოხდეს და აუცილებლად ეს უნდა მოხდეს გატესტილი მეთოდების გამოყენებით, შესაბამისი, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათავისუფლებით. პარლამენტში თუ მოხდება საბოლოო ჯამში DGK-ის საკითხის გარკვევა. რაზე გეუბნებით, სწორად გამიგეთ რა. აქ არ არის ლაპარაკი, რომ თქვათ რაღაცა DGK-ზე მოგისმინეთ და აღარ გვინდა ამ ნაწილში მინდა დაინტერესებს თქვენი პასუხი. ანტიდიბოდეში DGK-სთან დაკავშირებით საზოგადოებამ რომ არასწორად რომ არ აღიქვას. ეს არის გადასახადი, რომლითაც შემდგომში ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები, ინფრასტრუქტურა. ეს არ არის ისეთი გადასახადი, რომელზეც ესე მარტივად შეგვიძლია როგორც სახელმწიფომ, რადგან ამითი ფინანსდება ყველა ძირითადი ხარჯი, რომელიც ისევ მოსახლეობასთან მიდის და ამიტომ არ მინდა რომ რაღაც არასწორი ინტერპრეტაცია, ეს არ არის გადასახადი, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული. ეს არის გადასახადი, რომელიც ისევ მოქალაქეებთან მიდის. ფასების შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა დღეს იმით დასრულდა, რომ მაღალ ფასებთან ბრძოლაში ოცნება მთავრობის, პარლამენტის და მსუსის შემდეგ საერთაშორისო კომპანიის ჩართვასაც აპირებს, კერძოდ როგორც კომისიის თავმჯდომარე დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა თქვა, საერთაშორისო კომპანიას ექნება დავალება შეისწავლოს ჩვენი FMCG ბაზარზე ფასს წარმოქმნა, პრობლემები და დადოს რეკომენდაციებიც. Ქართული საუბრობთ მხოლოდ კეშბექზე, მივიღეთ კეშბექის
ჩანაცვლების შედეგს, რომელიც შეიძლება ნეგატიური აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში. და აქ საუბარი არის, რომ ამ საერთაშორისო კომპანიის მოწვევა ეს საშუალებას მოგცემს გარედან დავინახოთ პროცესები. ჩვენ ახლა ამ პროცესებში შიგნით ვართ ჩართული ქვეყნის შიგნით და შესაძლებელია გარედან დანახულმა პროცესებმა უფრო კარგი იდეები შევას, რომელიც საერთო ჯამში ამ პროცესს წარადგება. ჩვენი კომისიის პროცესია პრობლემების იდენტიფიცირება, შემდეგ ანალიტიკა, სწორი ანალიტიკა, შემდეგ მექანიზმების დადგენა და ამ მექანიზმების ამოქმედება. თუ მაინც საერთაშორისო კომპანია უნდა დავიქირავოთ, რისთვისაც დიდი ალბათობით ისევ გადასახადის გადამხდელების ფული დაიხარჯება ბიუჯეტიდან, რა საჭირო იყო ამდენი სანახაობას უსიშესლა კომპანიებში თუ ფასების კომისიები, როგორც სამთავრობო დონეზე, ახლა უკვე პარლამენტში. შეიძლება იმიტომ, რომ სანახაობა უფრო იაფიჯდება ვიდრე პური. პარლამენტის ყოფილი წევრი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი შემოგვიერთდა ამასობაში სტუდიაში. საღამოშტების ბატონმა ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში, როგორც ყოფილ დეპუტატს, მინდა გკითხოთ, რამდენად საქმიანი და შედეგიანი ფორმატია სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლა სამ ფრონტზე. გულისხმობა მთავრობის ფასების კომისიას, ცალკე სუსი გვეუბნება, რომ ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებს და დღეს უკვე პარლამენტშიც დაიწყო წარმოებლების ბიზნესის მოსმენა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე არასწორი მიდგომაა და გულისხმობ იმას, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს და ჰიპოთეზაც არ აქვს დადგმული, რის რა მიმართულებით მიდიეს, უბრალოდ შეიკრიბან დღეს და მიხვდნენ, რომ აბსურდთან ჭიდავენ და გადაწყვეტეს, რომ აუთსორსინგ გააკეთონ, გადავიდნენ უცხოელ ექსპერტზე და იმათმა იქნებ რამე, თქვა, აზრიანი შეთავაზონ. ახლა მეორე, სამთავრობო კომისია იმის მაგივრად, რომ ახლა ვიკვლევდეთ სტანდარტული, თქვა, ინფლაციური მაკროეკონომიკური ინსტრუმენტები რატო არ მუშაობს, ესენი იკვლევენ კარტელურ გარიგებებს და რაღაცა მსგავს კალკულაციებს აკეთებენ, რომელიც სხვა სააგენტოს, ანუ ისევ სამთავრობო კონკურენციის სააგენტოს მუდმივი ფუნქცია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, ბოლოს ნახეთ, თუ არ ვშთებით, როდესაც საუბარი იყო ნავთობის იმპორტიორთა რაღაცა კარტელულ თვითშედარება. ხო, საწვავზე იყო, ხო? მას მერე ჩვენ არ გვახსოვს და რეალურად კი არის ჩართული, მაგრამ მე არათუ სამთავრობო კომისიის არ მეტ ეს სააგენტო მაგისტვის არსებობს. ეს სააგენტო არის იმისთვის, თუმცა როცა შეისწავლა ირაკლი ლექვინაძემ და ეს ახალი არ არის ძვირი ფასები და ზოგადად ქსელური მარკეტების ურთიერთობების დეპუტატებთან. რომ ერთი სამთავრობო იმას უნდა ადგენდეს პასუხებს, რატომ არ მუშაობს სტანდარტული ფისკალური, თქვა, მაკროეკონომიკური ინსტრუმენტები, რატო არ მუშაობს იმისთვის, რაც სტანდარტული არის ხოლმე. მეორე, თუ კარტელური გარიგებები, ამაზე უნდა იმუშაოს კონკურენციის სააგენტო. პარლამენტმა საკანონმდებლო საქმე უნდა აკეთოს და არათუ იქ, ანუ ყველა არავის საქმეს აკეთებს. ამ შემთხვევაში სრულიად ქაოტურია, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. ალბათ ყველაფერთან ერთად, იმიტომ საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან იმპორტზე დამოკიდებული, ჩვენ არ გვაქვს ინდუსტრიები, ძალიან სუსტი ეკონომიკა, მოწყვლადი ვართ. სინამდვილეში ვიღებთ რას, რომ ახლა ეროვნული ბანკი აკეთებს როგორ ღია ეკონომიკას, რა თეთრი იმ ეკონომიკაზე მუშაობს და ის ხედავს იმ ფულად სახსრებს, რომელიც არის ლეგალური. მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკა, გვაქვს ძალიან გაზრდილია, გაბერილი, უზარმაზარია, როგორ შავი ფული საქართველოში, ქვეყნის ბაზარზე, რომელიც გამოიხატება, თქვა, ეკონომიკაში აღირიცხება, იმიტომ რომ ეს ფული გარკვეულწილად მისი დიდი ნაწილი მაინც იხარჯება და ფლენში და პროდუქტზე აღირიცხება, მაგრამ ეროვნული ბანკი და ვერ ფინანსთა სამინისტრო ამაზე ვერ ხედავს და ვერ აკონტროლებენ რა არის ხარჯვა, ანუ რა იხარჯება, რა ფული ტრიალებს. და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რომელიც 7-8%-ია, რა თითქოს კარგია, მაგრამ ამას უსწრებს 20-25%-იანი ინფლაცია იმ საშუშალო პროდუქტზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და რატო ვერ აკეთებს ეროვნული ბანკი ვერაფერს? იმიტომ რომ ის ვერ აკონტროლებს იმ ფულად მასას, რომელიც არის ეკონომიკაში. იმიტომ ეს არის შავი ფული. ირაკლი კობახიძეს, როდესაც რუსთაველზე დებატებისას დაუსვეს ეს კითხვა, რომ წესით ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი და რატო ვერ ვხედავთ ნათია თურნავას ვერსადო, მან შეაქოსების მენეჯმენტი თქვა, რომ ისინი კარგად მუშაობენ, უბრალოდ ჩვენ ახლა ვიკვლევთ საბაჟოდან თარომდე რატომ გვიძვირდება პროდუქტი. ხო, ანუ ეს ერთი სქემაა, კიდევ ერთხელ, აქ შეიძლება ყველა საკითხი იყოს, რაც იწვევს საქართველოში ფასების დას. ერთი არის, რომ შეიძლება არადეკვატურია დღეს გადასახადი იმ ყველა პროდუქციაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასურსათო ღარიბ ქვეყანაში, სადაც ესეთი მაღალი ინფლაცია გაქვს, დღეგ შეიძლება იყოს ძალიან დიდი ტვირთი დღეგ, მაგრამ ვერ აკეთებენ ამას, იმიტომ რომ დღეგ არის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო საქართველოს ბიუჯეტში და ეს რო გააკეთო, მაშინ რაღაცებზე უარი უნდა თქვა. ან სხვაგან უნდა გაზარდონ, რაც წესით უფრო ლოგიკურია. ხა ევროპაში სადაც დაბალი დღეგია გარკვეულ სახეობებზე, იქ მაღალი გადასახადება, პროგრესული გადასახადება და ამითი ბალანსდება. ეს არის ევროპული მოდელი. თუმცა როდესაც ფასებით და ფასწარმოქმნით, გარკვეული მარჟებით ედრები ევროკავშირის ქვეყნებს და გვახსოვს ჩვენ საიდან დაიწყო ეს თემა, ხო, ირაკლი კობახიძის
ცნობილი ვიდეო რგოლით, მაშინ ევროპას გადასახადების ნაწილშიც ხო, ანუ მაგაში თქო, მიმართო თავი კიდე რა არის? ევროპის ძირითადად თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ძალიან კარგად განვითარებული როგორც მინიმუმ იმპორტის ჩანაცვლების რაღაცა სტრატეგია, ანუ ის რომ გარკვეული სახის სასურსათო პროდუქცია თვითონ აწარმოოს, ან გარკვეულად რა თქმა უნდა სახელმწიფო მონაწილეობს რომ სტრატეგიული რეზერვები ქონდეს, დეფიციტები არ იყოს, ანუ ამასაც აკეთებს, მაგრამ თავარი არის რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ანუ ის არ არის ესეთი მოწყვლადი ინფლაციის მიმართ, ანუ ინფლაცია თავისთავად ცუდი არ არის, თუ ამას მოყვება შემოსავლების დას, ხო? ამ პირიქით, თუ შემოსავლების დას ინფლაცია მოყვება და ეს ეკონომიკური ზრდის გარკვეულ ნაწილში, ეს რა თქმა უნდა კარგია და ახლა ნორვეგიაშიც არის ინფლაცია, მაგრამ იმას შემოსავლების შესაბამისად ადეკვატურია და ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია არ იწვევს ადამიანების ავტომატურად გაღრიბებს. რა ჩვენთან მოხდა? ეხლა ჩვენთან რომ ისე იზრდებოდეს ეკონომიკასთან ერთად იზრდებოდეს შემოსავლების, აი როგორც 15-30-40%-იანი ფასების და არის, ხო ინფლაცია შეიძლება ფართო გააგება, მაგრამ სასურსათო პროდუქცია 15-დან 30%-მდე ზრდა არის, თქვა წლიდან წლამდე, ხო? ამ შემთხვევაში შემოსავლები რო 40%-ით იზრდებოდეს, მაშინ არაფერი პრობლემა არა, მაგრამ ჩვენ ღარიბდებით, ანუ ყიდველობითი უნარი და თან რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტი არის მათი შემოსავლის მთავარი ხარჯი. და რეალურად ისინი ღარიბდებიან და ღარიბდებიან არა ის უბრალოდ რაღაცა სხვა კომპონენტებს აღებენ, არამედ თავიანთი რაციონი მცირდება. ისინი უფრო ნაკლებს მიიღებენ პროდუქციას, რომელიც მათ ჭირდებათ. ან ანაცვლებენ, თქვა ხორცის მაგერას შეიძლება სხვა პროდუქტი მიიღო და ის რაღაცა საჭირო მინიმალური კალორიაჟი რაც უნდა მიიღო ჯანსაღმა ადამიანმა, ამას ვერ ღებულობს. ანუ ამისკენ მიყავთ ეს ყველაფერი. პასუხი რა არის? აბსოლუტურად დილეტანტური. თითქოს ხედავენ პრობლემას, იმიტომ რომ ეს პრობლემა ალბათ კვლევებში ჩანს და ამაზე ხალხი საუბრობს. ხო, ეს ხომ არ არის თან ახალი პრობლემა, რაც თავი მახსოვს ყველა კვლევით NDI თუ სხვა საზოგადოებრივი გამოკითხვებით. ესეთი ოდენობის შავი ფული არ ქონია. უმუშევრობა არა, გულისხმობ, სიღარიბე ყოველთვის იყო პრობლემა. უბრალოდ ოცნებამ ახლა გადაწყვიტა, რატომღაც მოეცალა თუ დაენახა ეს პრობლემა. ეხლა ძალიან მწვავე დადგა ეს საკითხი და რატომ? იმიტომ მართლაც გვაქვს ჩვენ ეკონომიკური ზრდა, როდესაც ესეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს, აუცილებლად მოყვება ამას ინფლაცია და ფასების და, მაგრამ შემოსავლები არ მოყვება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთხელ დიდწილად ეს არის შავი ფულის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც არის ბაზარზე, რომელიც იწვევს ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას და მოწოდება ამას ვერ ეწევა. ჩვენ რო გქონდეს შიდა წარმოება, შიდა ინდუსტრიები, შედარებით თუნდაც ნაკლებად, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური, მაგრამ პროდუქციის სასოფლის მეურნეობაში რაც უზარმაზარი ფული გვაქვს ჩადებული, მაგრამ არ მოშა. ჩვენ რო ეს გქონდეს, მაშინ ჩვენ მიწოდება დავაწევდით იმ მოთხოვნების დას და შესაბამისად ესეთი მოწყვლადები არ ვქონდეს. ან ჩვენ რო გქონდეს შიდა წარმოება და იმის მაგერად ეხა ისაუბრონ იმაზე, რომ ეკონომიკის რეორგანიზაცია საჭირო შიდა წარმოების და მცირე და საშუალო, ასე ვთქვათ, ბიზნესის განვითარებაზეა საჭირო საუბარი, ის რომ სოფლის მეურნეობის ეს 10 წლიანი ციკლი მართლა უზარმაზარი დანახარჯები არ აღმოჩნდა შედეგიანი და იქაც რევიზია საჭირო. ეს ყველაფერი უფრო მოწყვლად ხდის საშუალო და გრძელვად პერსპექტივაში. ამაზეა სამუშაო, მოკლევადიან პერსპექტივაში არის გააკონტროლოს შავი ფული და დაახლოებით რო ავიღოთ ეხა რამდენიმე მილიარდი დოლარის ოდენობის შავი ფული ტრიალებს ქვეყანაში. ეს კოლ-ცენტრები იქნება თუ რაღაცა შემოდინებები, ხანყულების უცნაური რაღაცები კი ხდება ჩვენ ეკონომიკის რეპლიკისთვის ვერტლიან, ამიტომაც ხდება უკონტროლო ეკონომიკური პროცესები. მნიშვნელობა აქვს და მარტო ადგილობრივი წარმოება, თუნდაც აი აღორძინება, ძალიან ხმამაღლაც რო ვთქვათ, ალბათ ვერ უშველის ესე ფასების შემცირებას, იმიტომ რომ სწრაფად ეროვნული ბანკის მონაცემებითაც რომელიც თან საქსტაც ეყრდნობა, წლიურად ადგილობრივი ინფლაცია, ადგილობრივი წარმოშობის პროდუქტი იყო 7%-ით გაძვირებული ბოლო ერთ წელიწადში და იმპორტირებულში პირიქით არ იყო გაძვირებული, ეს ალბათ იმიტომ რომ მეტნაკლებად ლარის კურსი არის მყარი, ეს ისე რეპლიკისთვის. დღესვე პირველივე სხდომაზე შოთა ვერეკაშვილმა გვითხრა, რომ საერთაშორისო კომპანიასაც მოვიწვევთო ჩვენო და ის ფასწარმოქმნის ბაზარსაც შეისწავლისო და რეკომენდაციებიც უნდა მოგცესო. თქვენ რადგან თავში ახსენეთ პირიქით დაიწყესო ამ თემაზე მუშაობაო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი სხდომაზე მიხვდნენ, რომ გაუჭირდებოდათ, ასე ვთქვათ, რეკომენდაციების დადება და ამიტომ გადაწყვეტეს. ალბათ მინიმუმ მას მიხვდეს, რომ პარლამენტის საქმე ეს არ არის. ანუ იკვლიო გზა, ვთქვათ, იმპორტირებული საქონლის წარმოებიდან ტრანსპორტირება საქართველოში გამბაჟებად, მე საცალო, ასე ვთქვათ, დანიშნულებამდე მისვლამდე, ამის გამოკლება და მე ყველა კომპონენტში აქ რაღაც მარჟების კონტროლი, ეს არ რეალისტურია. რაღაც გარკვეულ საკითხებზე შეიძლება გქონდეს, მაგალითად შეიძლება ხორბალი იყოს, შეიძლება ცხიმები იყოს, რაღაცა კატეგორია, რომელიც სტრატეგიულად არის და ამის დეფიციტი იწვევს ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს ცალსახაა და ამაზე მთავრობას უნდა გქონდეს სტრატეგია, მაგრამ არა პარლამენტს, არამედ ეს შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სამინისტრო და ასე. ანუ აქ სტრატეგიები შეიძლება იყოს განსხვავებული
დაკავებული გარკვეულ სახეობის სასურსათო პროდუქციაზე. მაგრამ მთლიანობაში ხა კარტელური შეთანხმება ყველა სასურსათო პროდუქტზე გამორიცხულია. ეგ ბუნებაში არ შეიძლება იყოს. ეს შეიძლება რაღაცა ქვეცნობიერად ხდებოდეს, რომ ერთმანეთს დიდი მოთამაშეები აღარ ეკონკურენტებიან და მეტნაკლებად ერთმანეთს უყურებენ და ფასები უჭირავთ. მაგრამ ეს კიდე სხვა მომენტია და ეს არ არის მაინდა-მაინც პრობლემატური. კიდევ ერთხელ, როდესაც ჭარბებულია ქვეყანაში, როდესაც არ იცი ეს ფული საიდან მოდის და ეს ფული იხარჯება, უბრალოდ მოთხოვნა იზრდება, მოწოდება იმპორტირების შემთხვევაში პასუხს ვერ ეწევა. შიდა წარმოება რო ქონდეს ჩვენ საკმარისი და ჩვენ რო ქონდეს განვითარებული და ჩვენ მაგალითად სასურსათო წარმოების მოთხოვნების რაღაცა 70-80% აკმაყოფილებს შიდა მოხმარება, ჩვენ დავეწევოთ, ანუ წარმოებელი ადვილად დაეწეოდა და ესეთი ფასების და არ იქნებოდა. მეორე კიდე რა, ეს ჭარბი ფული რო იხარჯებოდეს არ უბრალოდ მოხმარებაში და ისე ინფლაციას არ ახალის, არამედ რეალურ სექტორში გადადიოდეს, არც ესეთივე პრობლემური იქნებოდა და პირიქით ეს შექმნიდა ახალ ეკონომიკას და ახალ ეკონომიკურ პროცესებს და ბევრად რომ მოგებიანი ჩვენ ეს არაფერი არ აქვს. ყველა ხედავთ, ანუ ჩვენ გვაქვს ბუტაფორა, ჩვენ გვაქვს საფნის ბუშტის ეკონომიკა გვაქვს, რომელიც უბრალოდ შავი ფული შემოდის, შავი ფული ჩანს და სანამ შავი ფული ქვეყანაში ტრიალებს, ჩვენ გვაქვს ეკონომიკურ ზრდა. ხვალ და ზეგ, როდის გავა ეს ფული და ეს შეიძლება მალე მოხდეს, შეიძლება ცოტა გაიწევოს, მაგრამ გავა ეს ფული მერე შეიძლება კოლაფსი დადგეს. განსაკუთრებით შეიძლება ეს უზრახონება სადაც ძალიან ბევრი ფულია შესული და ესეთი ძალიან ზოგადად უზრავი ქონება ძალიან მიდრეკილია საფნის ბუშტის ეკონომიკასგან იბერება და ჯერჯერობით მაგრამ ამ ჩვენ ხედავთ რომ სახლები კორპუსები შენდება და შიგნით არავინ არ ცხოვრობს ანუ იქ უბრალოდ ხდება ფულის ინვესტირება მოთხოვნას ფასებს შესაბამისად ეს არ ეთყობა და იმიტომ რომ ხელოვნურია იმიტომ რომ ხელოვნური იმიტომ რომ შემთხვევაში შეიძლება პროცესებსაც ფასებთან ბრძოლის თქვენი აზრით იყავით პარლამენტშიც მაინც უფრო სანახაობაა, ვიდრე შეიძლება რეალური შედეგი დადგეს. და აქვე კითხავთ ირაკლი კობახიძე მარცის გამორიცხა თუ ისე მოხდა რომ ბიზნესმა ვერ თუ არ შეამცირა ფასები, ჩვენ სახელმწიფოს ხარდაჭერით შევქმნათ რაღაც ალტერნატიული ქსელები და ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ფასების რეგულაციის ფუნქცია შევასრულოთ. კიდევ მე არ მგონია რომ ის რაც არის ეკონომიკისგან გადავალთ სვამზას და ადგა. ხო, ეს ცოტა სხვა თემაში გავა, მაგრამ ის პირველი რასაც ეხლა აკეთებენ, ეს ვერ გამოიტან შედეგებს, იმიტომ არასწორად. ანუ არასწორად არის ფუნქციები განაწილებული. სუს აბსოლუტურად სხვა ფუნქცია აქვს. საერთოდ არ ვიცი რა ფუნქცია აქვს სუს ამ შემთხვევაში. კონკურენციის აგენტოს უნდა ქონდეს ძალიან სერიოზული ფუნქცია და ამას უნდა აკეთებს პერმანენტულად და განსაკუთრებით ისეთ პროდუქციაზე, რომელზეც უფრო მაღალი ალბათობაა კარტელურ შეთანხმებას, შეიძლება ნავთო პროდუქტები იყოს და ასე შემდეგ, ფარმაცევტული წარმოება და ასე ფარმაცევტული პროდუქცია და ასე შემდეგ, მაგრამ არა კვერცხი, პური, კარაქი და იქ სადაც ნუ ძალიან ასე ვთქვათ, ძალიან რთულია ამის გაკეთება თავისთავად. თუმცა ყურადღება მაინც უნდა ამახვილოს და ფასების ასე ვთქვათ, ანალიტიკა ყოველთვის უნდა აკეთოს. ეს პერმანენტული პროცესი, იმისთვის არის სააგენტო და ეს არის ჩვეულებრივი ასე ვთქვათ, მუდმივი მოქმედება, მაგრამ მეორე მხრივ ხარ რამდენად შესაძლებელია რომ ამას შედეგი გამოიღოს. შესაძლებელია ამას შედეგი გამოიღოს ისე როგორც ნავთობზე დააგდეს. გახსოვს ფასები იყო შეთანხმდნენ, შეიკრიბნენ მთავრობას, მთავრობამ უთხრა ხა ცოტა ხანი დაწეს ფასები და მე რაღაც ეტაპზე აწიეს. ხო, საერთაშორისო ეს კიდე ცუდი პრაქტიკაა, როცა თავრობის თხოვნით რაღაცა კეთდება და სინამდვილეში ეკონომიკურ პროცესთან არ არის აწყობილი. ეხლა მთავარი შეიძლება თუ არა ფასების რეგულირების სააგენტო შეიქმნას, ნუ ალტერნატიული მიწოდების ქსელი შევქმნათ. იქ სადაც უნდა იყოს იქ არა. გულისხმა, ვთქვათ, ტალონების დარიგება მოწყობადი. არა, ალბათ გულისხმობს რაღაცა ქსელები შეიხსნას, ვთქვათ, ალბათ სუპერმარკეტის ქსელი. და სახელმწიფო შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო ეფექტიანი იქნება. არ გონია რომ საცალო ვაჭრობაში სახელმწიფო უნდა შევიდეს საერთოდ. საცალო ვაჭრობაში მას შეიძლება კიდევ ერთხელ იმის გამო რომ ქვეყანაში არის ძიმე სოციალური მდგომარეობა შესაძლებელია გარკვეულ სახეობებზე მას კონდეს ერთიანი შესყიდვის სტრატეგია. მაგალითად შაქარზე, მაგალითად ხორბალზე, ქვილზე, ნუ შემოიტანოს და მან დაიჭეროს რა დიდ შემწყიდველს უფრო დაბალი ფასი აქვს, ხო, სოფლიო ბაზარზე. და არ იყოს მცირე პატარა კომპანიების ხარზე კი არის, თუმცა მანდაც არ ახლა ხორბალზე მე რამდენადაც ხვდები და ვაკვირდები, არის იქაც მონოპოლია უბრალოდ ქვილზე, მაგრამ რეალურად აი ეს სტრატეგიულ პროდუქტებზე იმისთვის რომ სოციალური მდგომარეობა არ გააკეთოს, შეიძლება შენ კონდეს ერთიანი შესყიდვის, მაგრამ ამით არ უნდა უშლიდე ხელს ძირითად კონკურენტულ გარემოს და ბაზრის პრინციპებს, იმიტომ რომ ამის მთლიანად გადაყვანა სახელმწიფოს მართვაზე, ან გოსნაბის და გოსპლანის პრინციპზე გადავოთ, რაც არ არის სწორი. თუმცა კიდევ ერთხელ გარკვეულ სახეობებში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და სტრატეგიული ესე ვთქვათ უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, ეს შეიძლება რეზერვების გაკეთება იყოს, რომ დეფიციტი არ მოხდეს, ან დიდი შესყიდვების მეშვეობით გააკეთოს, რომ თვითონ შეისყიდოს, ან შეაგროვოს მოთხოვნა სხვადასხვა კომპანიებიდან, თვითონ
შეისყიდოს, რომ დიდი შესყიდვა გახდეს და მე ბაზარზე უკვე საცალო ბაზრობაზე ან ნაკლებად მე მგონია რომ რაც უფრო ნაკლებად ჩაერევიან მით უკეთესია ჩარევის გარეშეც არ გამოდის, ახლა სოფლიოში ესეა ჩარევის გარეშე, სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ეკონომიკის თითქმის არც ერთი სექტორი არ ვითარდება, მით უმეტეს. არა, მე გულისხმობ როგორც მოთამაშე, ხა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ მაღაზიების გახსნა და ეს ძალიან არასწორი იქნება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ისეთ სექტორში, სადაც არსებობს მაღალი კონკურენცია, ფიზიკურად ხედავთ ამას, რომ ბევრი სუპერმარკეტია და მათ შორის ალბათ რაღაცა კონკურენცია მიმდინარეობს, შეიძლება ფასების კონკურენცია ისეთი არ არის, რომ ტერიტორიული კონკურენცია, მარკეტინგულად რაღაცა შეთავაზებების კონკურენცია, რაღაცა ეს არსებობს, აქ სახელმწიფო შემოვიდეს, არ არის სწორი, მაგრამ კიდევ ერთხელ ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორები, რაც უზრუნველყოფს ასეთ მაღალ ინფლაციას და განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტს, ამაზე უნდა აკვეთოს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დღეს მასშტაბური ბრძოლა დაიწყოს არალეგალურ ფულთან, რომელიც მათ ხელში გადის, როგორც ჯერ რაც მოყვეს, ის რაც გავიგეთ, ხო, რაღაც 600 მილიონი ერთმა გადამცემელ პუნქტმა გაატარა, ანუ ხვდებით რა მასშტაბის შავ ფულზე გვაქვს საუბარი, თუ ერთ გადამცემელ პუნქტში შეუძლია 600 მილიონი გაატაროს. მე არ ვიცი რა ბედია, ეს მათი მოყოლილი ამბავიდან გამოვდივარ. კოლ-ცენტრები არის უზარმაზარი მასშტაბი, რომელიც უზარ, ხა მთელი კოლ-ცენტრებში ნაშოვნი ფული საქართველოში არ ბრუნდება, მაგრამ ნაწილი ბრუნდება და ესეც უკონტროლოა. იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილია ის ადამიანები, ყიდულობენ ბინას, ხარჯავენ და ასე შემდეგ. სახელმწიფო მაღაზია არ გვინდა, მაგრამ სახელმწიფო განვითარების ბანკზე რა აზრის ხართ? ეს არის ძალიან ძველი 12 წლის წინ უნდა და ოცნებას ეკონომიკის სახელმწიფო ბანკის შექმნა ისევ ქნითო საპარტნიორო ფონდის და აწარმოეს საქართველოს ბაზაზე. ჭირდება თუ არა? მე მესმის რომ საერთაშორისო გამოცდილება არის, ადრეც გვისაუბრია ამაზე, როდესაც ღის წესრიგში იდგა ეს თემა, მაგრამ რამდენად ჭირდება დღეს ქვეყანას სახელმწიფო განვითარების ბანკი და რა ისევ და ისევ კორუფციულ რისკებს შეიცავს ეს? კიდევ ერთხელ, პრინციპში მიდრეკილებას ოცნების ხელისუფლების კორუფციას. თუ იდეურად შევხედა, იდეის დონეზე შევხედავ, ცალსახაა რომ საფინანსო ბაზარზე საქართველოში უნდა იყოს რამდენიმე სამი მინიმუმ ინსტიტუცია. ეს უნდა იყოს ძალიან კარგად განვითარებული საბანკო სექტორი, რაც გვაქვს, მაგრამ გვაქვს ცოტათი თავკომბალა სახით, იმიტომ ორი ბანკი დომინირებს და ისინი განაგებენ მთლიანად პოლიტიკას. მე ვფიქრობ, აი აქ ძალიან დარღვეულია კონკურენციის მასშტაბები და მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, კანონიერად ისინი პროფილურ ბიზნესებს აწარმოებენ, მარტო მათ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ერთ და მეორე ბანკსაც აქვს არაპროფილური ბიზნესები, რომელიც მათთან ასოცირდება და პრინციპი დარღვეულია. ანუ ეს ორი ბანკი განვითარდა ეს სისტემა და ახლა ვერ წავართვოთ, მაგრამ არეგულირებას აქვს შემოდიოდეს გააძლიეროს სხვა ბანკები. ან აქაც უნდა არსებობდეს სხვადასხვა ტიპის, ანუ პატარა ბანკების ერთობლიობა ჯამში უკეთესია მეტი იყოს, თუნდაც ყველაზე დიდი ბანკების ერთობლივ კაპიტალზე. ეს ძალიან კარგი და ჯანსაღი იქნება. ეს ერთი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სექტორი მეტნაკლებად კარგად მუშაობს და შეიძლება ითქვას, რომ ესეც ყველაზე წარმატებული სექტორი. მეორე, კაპიტალის ბაზარი, რომელიც უნდა იყოს პირდაპირ კონკურენტი იმისთვის, რომ მან უფრო მეტად წაახალისოთ, უფრო გრძელვადიანი დაკრედიტება, არა ფინანსურ რესურსებზე წვდომა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მათ შორის ან მაღალ ტექნოლოგიურ ან სიახლეების, რომელსაც კაპიტალის ბაზარზე მეშვეობით შეიძლება, რომ ახალი დამატებითი რესურსები მოიპოვოს, რომელიც არ აქვს კომერციულ ბანკებში, კომერციული ბანკების რესურსები უფრო მოკლევადიანი და მაღალ რისკებზე აღარ მიდიან. აქ რისკების განაწილება ხდება აქციონერსა და თქვა დამფუძნებელს შორის და შესაბამისად ეს მეორე კატეგორია, რომელიც კონკურენციაში უნდა შევიდეს და ის დანაზოგები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე განთავსებულია საბანკო სექტორში, რომელიც ძალიან ჭარბია და ვეღარ მიმართავენ ყოველთვის ბიზნესისკენ, აი შეიძლება კაპიტალის ბაზრის მეშვეობით ძალიან კარგად დაბანდეს უკვე რეალურ სექტორში, რაც ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. და მესამე არის განვითარების ბანკი. განვითარების ბანკი არის აქსიომა, რომ ქვეყნის განვითარება თუ მინდა განვითარების ბანკი უნდა არსებობდეს, მაგრამ თუ შენ არ აქვს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, შენ არ იცი რა რისთვის გჭირდება განვითარების ბანკი. შენ უბრალოდ ეხლა რა უნდა რაც თუ ქაოტურად კი არა, თუ თვითდინებაზე გაქვს ეკონომიკა მიშვებული და იმისე თუ როგორც ამას აკორექტირებს ბაზრის კონიუნქტურა, ანუ რა როგორი სად არის მაღალი დაბალი რისკები, იმას აკრედიტებს საბანკო სექტორი და ასე ვთქვათ, ის დარგები ვითარდება, რა თავისით ვითარდება და შენ არაფერი როლი არ აქვს. მაშინ შენ ბანკს, განვითარების ბანკს რისთვის ქმნი, რომ უბრალოდ ხელი შეუშალო? ერთადერთ შემთხვევაში კი არა, თავი რაც არის. იმ სექტორებს დავეხმარებით მარიამ ქრუიშვილმა, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება. მაგალითი ეს არ შეიძლება მარიამ ქრუიშვილის გადასაწყვეტი იყოს, ეს უნდა იყოს სტრატეგიული ხედვა. ანუ უნდა ქვეყანას კონდეს საშუალო კი არა, გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა, ისე როგორც 20-30 ირაკლი ღარიბაშვილმა დაგვიწერა, მაგრამ 20-30 იყო ხედვები, არაფერი არ იყო, მაგრამ ვის თქმა უნდა, რომ ჩვენ უნდა იყო თქვა რეგიონალური განვითარების სტრატეგიაც იყო, არაფერი კონტენტ შინაარსობრივად იქ არაფერი არ ხდება. კიდევ ერთხელ, აზიის ქვეყნების, აზიის ვებხების განვითარება რა იყო, გრძელვადიანი სტრატეგია იყო. ერთი რომ მათ თითოეულ ქვეყანას ჰქონდა გადაწყვეტილი თავიანთი განვითარების სტრატეგია და მეორე კონგლომერატში ჰქონდათ რამდენიმე ქვეყანას ვის რა როლი უნდა ქონოდა ამ განვითარებაში. მათ გააკეთეს რამდენიმე რამე. განვითარების ბანკი
ბანკებიც ჰქონდა, სუბსიდიებიც ჰქონდა, სახელმწიფო კაპიტალიზმიც ჰქონდა, მაგრამ რასთვარ განათლებაც ჰქონდა. ანუ განათლება და განვითარების ბანკი და ეკონომიკური სტრატეგია ერთად თუ არ არის გადაჯაჭვული, არაფერი არ გამოახა. ხან მარიამ ოქროიშვილი იქნება თუ ლევან დავითაშვილი რო გადაწყვეტს რა პრიორიტეტებია და მიუხედავად იმისა რა საწარმოები რისი წარმოება შეგიძლია ან ვისთან აფორმებ თავისუფალ ვაჭრობას და რისი გატანის შესაძლებლობა გაქვს ამაზეც არაფერი არ აქვს ანუ შენ უბრალოდ ქაოსი გაქვს ამ პროცესში განვითარების ბანკი იქნება ის რაც აქამდე იყო საპარტნიორო ფონდი ან მე განვითარების ფონდი ხო რეალურად იყო კორუფციის სქემა სადაც კონკრეტული სახელები და გვარებით ადამიანები სახელმწიფო ფულს იყენებენ თავის კონკრეტული ჯიბისთვის აშენებდნენ პირობითად სასტუმროს აშენებდნენ პირადების საწარმოს რომელიც გაქრა ღვინის იმის მაგივრად ხელი შეეწყო საქართველოს ღვინის ინდუსტრიის განვითარებას და ექსპორტზე ასე ვთქვათ საგარანტიო მომსახურება გააკეთა რაც განცხადა სხვათა შორის ჩვენ დროს 2017-18 წელს გაცხადდა ეს მაგრამ აღარ გააკეთა და რეალურად გამოვიდა ერთ კონკრეტულ კომპანიას რომელიც დაკავშირებული დაახლოებული იყო ივანიშვილის ოჯახთან მას მოხმარდა მთელი ეს კაპიტალი ეს კომპანია იყიდება და იყიდება თავისთავად ნებისმიერ ახლა რაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალ ეკონომიკაზე სადაც სახელმწიფოს როლი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ დაცული იყოს დემოკრატიული პრინციპები ანტიკორუფციული სამსახურები იყოს არა ისეთი როგორც ეხლა არის რომელიც ასე ვთქვათ სუსის ჯიბეშია ჩასმული და რასაც უნდა იმას აკეთებს და პოლიტიკური შანტაჟი არ არის ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი რომ დაზღვეული იყოს რომ არავის კეთილი ნება კი არ იყოს ვინეს დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ არამედ სისტემური კონტროლი კონდეს რომ არც ერთ შემთხვევაში ეს განვითარების ბანკი არ გადაიზრდება კორუფციულ ინსტრუმენტად და არ შეუშლის ხელს იმ ჯანსა კონკურენციას რომელიც შეიძლება მან მის გარეშე იყოს. ამიტომ ცალსახად თუ არ არსებობს კიდე სტრატეგია და თუ არ იცი რისი განვითარება კიდე ეს ფული არასწორად წარიმართება ან წარიმართება პოლიტიკური მიზანშეწონილობით რაც პრინციპულად წინააღმდეგია განვითარების ბანკის იდეის. და თორე ყველა ქვეყანას მათ შორის EBRD ანუ ეს ფული შეიძლება რა შეიძლება იყოს დაფინანსების წყარო თქვენი აზრით ალბათ როცა პრეზენტაცია ექნება მთავრობას გვეტყვიან რა წარმოუდგენია ეს შეიძლება იყოს და იმ მასშტაბებით რაც აქვს საქართველოს ეს შეიძლება იყოს ნაწილობრივ ის აქტივები რომელიც სახელმწიფო აქტივები და დივიდენდები რომელიც სახელმწიფო საწარმოებიდან ღებულობს შეიძლება გარკვეული თანხა ასე ვთქვათ სესხები აიღოს და ისეთი განვითარებადი განვითარების ბანკებისგან როგორც არის EBRD მაგალითად ან ევროპის საინვესტიციო ბანკი დღეს არ მიცემენ ეს ცალკე საკითხია მაგალითად მე მახსოვს ესეთი სიტუაცია იყო ჯერ 2018 წელი როდესაც EBRD-მ გამოყო 100 მილიონი სესხი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შეღავათიანი საპროცენტო პერიოდით და 1%-ით მოკლედ შემდგომ პერიოდში. და ესე იგი დისკუსია პარლამენტში სარატიფიკაციოდ მოიტანეს და განიმართა იმაზე თუ როგორ აპირებენ ამის გახარჯვას და რა აღმოჩნდა. ეს თანხა რატიფიკაციის მერე წავიდა კომერციულ ბანკებში, კომერციულ ბანკებმა, იმიტომ რომ ოპერირებისთვის მათ ჭირდებათ რაღაცა დაამატებები და პლუს მათ ასე ვთქვათ რეინფინანსირების განაკვეთები, უცებ გაიზარდა 9-10%-მდე ავიდა. რაც და მოკლევადიანი. რაც წარმოუდგენელია სოფლის მეურნეობის განვითარების, მაგრამ თუ ესეთი თანხები, ესეთი რესურსები, რომელიც არის სოფლიოში და ესეთი განვითარების ფინანსური ინსტიტუტები მაგას გაძლევენ, აძლევდნენ საქართველოს, ამას წარმართა სწორი და მათ შორის ევროპის ასე ვთქვათ, საქართველოს ეროვნული განვითარების ბანკის მეშვეობით, ის 1%-იანი სესხი დარჩება და 1%-იანი გრძელვადიანი სესხი რა თქმა უნდა, საერთო სექტორების განვითარებაში. ჩემი აზრით კორუფცია. აი ასეთ ბანკებში რა გარანტია მაქვს მე რომ ხელისუფლება მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ვინც მას ხშირად სწირავს ფულს მას არ მისცემს ამ კრედიტს. ანუ აქ ძალიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რომ სწორად იყოს და დამოკიდებელი იყოს თვითონ ეს ბანკი, არ შევიდეს კონკურენციაში საბანკო სექტორთან, განსხვავებით კაპიტალის ბაზისიდან, რომელიც პირდაპირ კონკურენტია ბანკის. ძალიან საინტერესო როგორ შეიძლება რომ გაიმიჯნოს თუ საბანკო სექტორი დღეს ისედაც აფინანსებს და ლიკვიდობის პრობლემა არ აქვს, ფული აქვს, უბრალოდ ჩვენ გვეძვირება. მოდი ობიექტურად ვთქვათ, ეს მარტო ბანკების ბრალიც არ არის, როდესაც ასეთი რისკიან გარემოში ვცხოვრობ. ბუნებრივია ბანკის ფული ძვირია, სადაც მე ვინახავ ასევე თან ეროვნული ბანკი უძვირებს მაგას. თან ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთ. ანუ ფული გვაქვს, თუ ბიზნეს პროექტი არის საინტერესო და მიმზიდველი ბანკი ამას ისედაც აფინანსებს, მაშინ მთავრობა დააფინანსებს რა პროექტებს. მაგალითად ისე მივიდოდი იქამდე რაც თქვით, რომ ეს შეიძლება იყოს ისეთი საშუალო ბიზნესები, რომელიც ამ ეტაპზე არ არის მაღალ მომგებიანი ან გრძელვადიანი ამონაგები აქვს, ხო? და მაგას ბანკი ვერ მიყვება, იმიტომ რომ შეიძლება საშუალო ბიზნესი იყოს, რომელიც 6 თვე ან 1 წელი მოგება არ კონდეს და 1 წლის მერე კონდეს და ამას ბანკი ვერ მოითმენს და ამ დროს იმ მეწარმისთვის ეს ძალიან დიდი ტვირთია მთელი წელი იხადოს პროცენტები და ამ შეღავათიან პრედიოს კერუნციული ბანკი ვერ დაუშვებს. აი მანდ უკვე სახელმწიფო ბანკი უნდა შემოწმოს, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ ჩემი ან თქვენი ინიციატივა, რომელიც უბრალოდ რაღაც კარგი იდეა მაქვს, მაგრამ არ ვიცი რისთვის გამოდგება. ეს უნდა იყოს ასე ვთქვათ ინოვაციაზე და სიახლეებზე დამოკიდებული, რომელიც პირდაპირ კავშირშია განათლებასთან. თუ განათლება არ აქვს, ინოვაცია არ გექნება. თუ ასე ვთქვათ ვეწარმე ვერ ხედავს, ასე ვთქვათ რა სტრატეგია ქვეყანას, მისი ნებისმიერი ინიციატივა
შეიძლება მაღალრისკიანი იყოს, იმიტომ რომ სახელმწიფო შეცვალოს. ამიტომაც კიდევ თუ ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარება გვინდა, ამაში უნდა ხედავდეთ და როგორც მინიმუმ განათლების სისტემას ვარგებდეთ. და არა ის რომ ეხლა საერთოდ მილიარდი დავხარჯეთ, მაგრამ რეალურად განათლების სისტემა ამას ვერ მოყვება, აღმოჩნდა რომ მეცხოველეობაში უზარმაზარი, ასე ვთქვათ, განვითარება თითქოს გვაქვს, მაგრამ არ აქვს ვეტერინარები, რომელიც აცრიან თუნდაც ანუ საქონელს აცრიან და იქნება ჯანსაღი, რომ დანაკარგები ნაკლები იყოს. და ასე ანუ განათლება უნდა მიიღოს, სტრატეგია უნდა არსებობდეს. ეს სტრატეგია უნდა იყოს საშუალო და გრძელვადიანი. საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება კორექტირებები შეიტანოს გრძელვადიანი. მეორე რაც არის საჭირო, სტრუქტურა უნდა იყოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული კონტროლი უნდა არსებობდეს მასზე, საპარლამენტო, სამთავრობო და თუნდაც ეროვნულის გარკვეულწილად საკონსულტაციო. და რეალურად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორც საწარმოო საქართველოში უბრალოდ რაღაცა ცალკეულ ინიციატივებს კი უნდა ვაფინანსებდეთ, ზოგ შემთხვევაში უკვე ერთდაიგივე კომპანიას რამდენჯერმე, რაც ძალიან ხშირი შემთხვევა. არამედ ზუსტად უნდა ვიცოდეთ ის კონკრეტული თუნდაც მცირე საწარმო როგორ ემსახურება საერთოდ დიდ ეკონომიკურ სტრატეგიას, რომ ის გრადი იყოს და გრძელვადიანი იყოს და ეს ყველა მცირე საწარმო საშუალოდ გადაზრდის პერსპექტივა ჰქონდეს და ზოგიერთ სტარტაპს კიდე დიდი გიგანტი გახდის, ეს ყველა დღევანდელი გიგანტების სტარტაპებად არის დაწყებული. ეკონომიკის განვითარების ბანკის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში იქნებაო, გითხრა ეკონომიკის მინისტრმა და უკვე არსებულ ვითარებაში ეს არ იქნება ეფექტური ცალსახად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არც დემოკრატია გვაქვს, ჩვენ არც ინკლუზიური ეკონომიკა გვაქვს, არც ეკონომიკური სტრატეგია არ გვაქვს, არც განათლების სტრატეგია, ანუ არაფერი არ გვაქვს და ქმნით ახალი კორუფციის წყაროს. ამ ბანკის შექმნა. წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში, ჩემი ტრადიციული კითხვა წერტილი თვითნებობას უნდა და გაუაზრებელ პოლიტიკას უნდა დაუსვათ. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი გონიერი პოლიტიკა, იმის რომ ეს ქვეყანა არა სპონტანურად ვითარდებოდეს, არამედ პროგნოზირებადი იყოს მისი განვითარება, ეს კარგია ბიზნესისთვის, ეს კარგია დასაქმებულისთვის, ეს კარგია რიგითი ადამიანისთვის და უფრო დაცული და გარანტირებული იქნება ნორმალური ცხოვრებით თითოეული ადამიანი. მადლობა დიდი საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქეთიშვილი. მე ხვალ მოგემშვიდობთ.